მოგესალმებით. მე ვარ გიორგი ობოლაძე, ორგანიზაცია მეგობარი ადვოკატების წევრი. და დღეს მარტივად დაგიხსნით, რა უნდა გააკეთოთ, თუ მემკვიდრეობის მიღების საჭიროების წინაშე დადექით. ადამიანების 40% მემკვიდრეობის მიღებისას შეცდომას მხოლოდ იმიტომ უშვებს, რომ კანონით დადგენილი ვადები არ იციან. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, მემკვიდრეობის მისაღებად ნოტარიუსს უნდა მიმართოთ 6 თვის ვადაში პირის გარდაცვალებიდან. ბევრს გონია, რომ 6 თვე უნდა გავიდეს და შემდეგ უნდა მივიდნენ ნოტარიუსთან. ეს შეცდომაა. პირიქით, ამ 6 თვის განმავლობაში უნდა შეიტანოთ განცხადება, თორემ მოგიწევთ სასამართლოში მტკიცება, რომ ქონებას ფაქტობრივად დაეუფლეთ, რაც ზედმეტი ხარჯი და დროა. მემკვიდრეობის მიღების ორი გზა არსებობს: კანონით და ანდერძით. დავიწყოთ იმით, რაც ყველაზე ხშირად ხდება, როცა ანდერძი არ არსებობს. ესეთ შემთხვევაში ქონება ნაწილდება კანონით, რიგითობის მიხედვით. პირველი რიგის მემკვიდრეები არიან შვილები, მეუღლე და გარდაცვლილის მშობლები. ისინი წილს თანაბრად იღებენ. მაგალითად, დაუშვათ ადამიანი გარდაიცვალა და დარჩა მეუღლე და ორი შვილი. ხშირად მეუღლე ფიქრობს, რომ ქონება მხოლოდ მას ეკუთვნის. მაგრამ სინამდვილეში ქონება 3 თანაბარ ნაწილად იყოფა. მეუღლეს 1 წილი, თითეულ შვილს თითო წილი. აქვე უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. თუ ქონება შეძენილია მეუღლეების თანაცხოვრების პერიოდში, ეს ქონება წარმოადგენს მეუღლეების თანასაკუთრებას. შესაბამისად, ამ ქონებას გამოაკლდება ცოცხლად დარჩენილი მეუღლის წილი და დანარჩენი ქონება განაწილდება თანაბრად. ბევრი ოჯახური კონფლიქტი სწორედ აქედან იწყება. რაც შეეხება ანდერძით მემკვიდრეობას, აქ ადამიანს შეუძლია განსაზღვროს, ვის დაუტოვებს ქონებას. შეიძლება ყველაფერი ერთ ადამიანს დარჩეს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია სავალდებულო წილი. მაგალითად, ვთქვათ, მამამ ანდერძში ყველაფერი ერთ შვილს დაუტოვა, მაგრამ მეორე შვილი ან მეუღლე შეიძლება მაინც ითხოვდნენ კანონით დადგენილ მინიმალურ წილს. მიუხედავად იმისა, რომ ანდერძში ისინი არ არიან მოხსენიებული. ამ შემთხვევაში პიროვნება სავალდებულო წილს მიიღებს, მაგრამ იმის ნახევარს, რასაც მიიღებდა ანდერძი რომ არ ყოფილიყო. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როცა მემკვიდრეები ფიქრობენ, რომ ჯერ არ ვიჩქაროთ და ნოტარიუსთან არ მიდიან. 6 თვე გადის, ვადა იწურება. ოჯახში ყველაფერი შეიძლება შეთანხმებით გადაწყდეს. მაგრამ თუ ერთი ადამიანი აზრს შეიცვლის, იწყება სასამართლო დავა, რომელიც შეიძლება წლები გაგრძელდეს. მემკვიდრეობის მიღება არ არის მხოლოდ იურიდიული პროცესი. ეს არის ოჯახური სიმშვიდის საკითხიც. ამ ვიდეოს საშუალებით მოგაწოდეთ ზოგადი ინფორმაცია და თითეული შემთხვევა ინდივიდუალურია. მაგრამ ცოდნა ყოველთვის ყველაზე ძლიერი იარაღია.